პარალელურად იმართება აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები. ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელია საქმის არსებითი განხილვა დასრულდა ცოტა ხნის წინ. ბრალდებულმა საკუთარ პოზიციაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ თავს დამნაშავე და არ ცნობს. ადვოკატის განმარტებით საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულისგან მოლოტოვის კოქტეილის სროლა. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვებით წარმოთქვეს. უბრალოდ წეს რომ ეს პირი არის ინდივიდუალური ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე არის კვარაცხელი, თუმცა ტუჩის, სახის, ცხვირის, შუბლის, ყურების რაიმე ნაკვთი მოყვანილი რომ მქონდეს შესაძლებლად კვლევით ნაწილში მსგავს ვერ ვაწყდებ. ზოგადი მითითება არის რომ მათ შორის ტანსაცმელი თაც გავს პიროვნებას, რომელიც არის მეორე ვიდეო ჩანაწერში და მეორე ვიდეო ჩანაწერში ნამდვილად არის ანზორ კვარაცხელია, რომელიც ჩანს რომ პოლიციის მისამართი ისევე როგორც პოლიციელები ანზორ კვარაცხელიას მისამართი თვითმაწურ სიტყვებს იყენებენ, ასევე ანზორ კვარაცხელიაც ეს თქვა გარკვეულწილად ამით რაღაც ხმამაღალი ვერბალური საუბრით შემოიფარგლება პოლიციელების მიმართ და ამ ვიდეოში ნამდვილად არის ანზორ კვარაცხელია, თუმცა მეორე ვიდეოში საერთოდ არანაირი ნიშან-თვისება იმის რომ ეს პირი ანზორ კვარაცხელია არის არ არსებობს და ამიტომ უწოდებ ექსპერტიზის დასკვნას მიკერძოებულს.